მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ ბათუმის საპროტესტო აქციაზე დღესაც ტრადიციული შეკრების ადგილას შეიკრიბნენ ბათუმში მოქალაქეები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოვიდნენ ისევ მოქალაქეები ისევ უცვლელი მოთხოვნებით პირველ რიგში თავისუფლება რეჟიმის წევს პოლიტიკურ პარტნიორებს და ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოგესალმებით ანი თქვენ დღეს უკვე დიდი ხანია აქ ხართ საკონსტიტუციოსთან და აპროტესტებთ იმას რაც თბილისში ხდება თბილისში დღეს ვნახეთ რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აღდგომის ორ შაბათს დააკავეს 3 მონაწილე მათ შორის აქციის ერთ-ერთ მონაწილეებს თმებში მოკაჩა ძლიერად პოლიციელმა ეგრეთ ვნახეთ კადრებში მოგყვებით თქვენი პროტესტის შესახებ თქვენ ხო აი ვინ შემოგიერთეთ დღეს აქ რომ მოხვედით და რა იყო თქვენი გზავნილი დღეს ბათუმის აქციაზე ბათუმს კარგად ახსოვს თულად დაკავებული აქტივისტები ბათუმში როგორც ბათუმში იყო 29 ნოემბერს 12 იანვარს დაკავებები სულ ტყუილ უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი დააკავეს მგონი ვაჟადარჩი არ მახსოვს რომელი იყო კონკრეტულად ხალის დაცვის გამო იმიტომ რომ პოლიციელი უპიროდა ხალხს მან დაუსვენ შეკითხვა რატომ დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო მაგალითად ციელა ქათამიზე და ამის გამო დააკავეს შეკითხვის დასმის გამო სტიკერის ასფალტების დაკვრის მცდელობის გამო იმდენად უბრალოდ მიზეზების გამო დააკავეს ესეთი საშინელი ფორმებით რა წიხლების ხმით მაგალითად ისეთი ადამიანები რომლებიც მართლა რო სიმართლისთვის იბრძვიან და დაკავების ოქროში დაუწერეს ისეთი საოცარი მიზეზები დაკავების რომ აი ჩვენ რომ მართლა არ წარმოგვედგინა ახლა თბილისში გუში ღამითაც აღდგომის ღამეს დააკავეს ორი ადამიანი ხო თუ არ ვცდები ორი ადამიანი კი გუში დააკავეს კიდე ორი პირი როგორც ვიცი ტროტუარზე დააკავეს იმის და პოლიციაზე დახდა ქრისტე აღსდგა თუ არის დანაშაული მაშინ როგორ იბრალებს შენ ქრისტიანობას ისეთ სახელმწიფოში რომელიც არის ეთნიკურად ჭრელი ანუ ქრისტიანობას იბრალებენ ისეთი ადამიანები რომლებიც ქრისტე აღსდგას და ძახების გამო აკავებენ ადამიანებს აღდგომის ღამეს ამას გარდა დღეს დილით 12 საათის როცა დაიწყო საპროტესტო აქცია ზუსტად იმის გამო რომ აი ის ორი ადამიანი დააკავეს მაგ საპროტესტო აქციაზე დააკავეს 3 ადამიანი მათ შორის ვიდეოც ვნახე გოგონა რო იყო თმაში რო თუდა პოლიციელი ხო აი ისე ტყუილ უბრალოდ ერთი იყო ზებრაზე სიარულის გამო თუ არ ვთქვი რაც არის საადობა ასევე პოლიცielis მხრიდან ხო როცა ძლიერად გაჩავს ადამიანი ფიზიკურად ეხები ადამიანს რა თქმა უნდა ის ორი ადამიანი დააკავეს როგორც ვიცი ქალების დაცვის მცდელობის გამო დაცვაც კი ვერ მოახერხეს აქედან ერთ-ერთი ტროტუარზე დააკავეს გზის გადაკეტვის გამო ტროტუარზე დააკავეს ისეთი ადამიანები რომლებიც ქრისტე აღსდგას იძახოდნენ და მართლა რომ საერთოდ მერე დაკავების ოქროში დაუწერენ რომ აი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა დაიჭერენ 2 თვით ზოგი შეიძლება 48 საათით გააჩერონ წინასწარი დაკავების იზოლატორში ეს არის უსამართლობა ჩვენ ვიცით როგორია ბათუმელებმა ვნახეთ ამ 3 დღეს კონკრეტულად 3 დღეს რა ცდილობს ამით ივანიშვილის რეჟიმი თქვენი აზრით რეპრესიებს ახორციელებს ან უსამართლოდ აკავებს ისეთ ადამიანებს რომლებიც იბრძვიან სიმართლის დასამტკიცებლად და სიმართლისთვის ეს ბრძოლა აუცილებლად დაგრძელდება ბოლომდე იქამდე სანამ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ დატოვებენ ციხეს ხარ სტუდენტი და აპროტესტებთ ამ ყველაფერს ორი ადამიანი ვიყავით დასაწყისში სხვათაშორის ორი ადამიანი ვიყავით და გავავრცელეთ ინფორმაცია ეს დღეს ხო გონდელ აქციაზე დღეს თქვენ მაშინვე გამოვხვედით აქ როცა თბილისში ეს 3 ადამიანი დააკავეს ხო ეს დაახლოებით შუა დღის საათებში ხდებოდა როცა დილით არ მეცალა როცა გავიგე ეს ამბავი რომ თბილისში დააკავეს რაღაცები მაშინვე მომინდა სურვილი გამიშთა რომ გამოსულიყავი თუნდაც მარტო რომ მდგარიყავი რა შეიძლება გზაშიც მიმეწოდებინ ადამიანებისთვის ინფორმაცია და რაღაც რაოდენობა შეიკრიბა საჭირო არის რომ აქტივისტებმა მოვახდინოთ მობილიზაცია ხუთზე კაცის გამოყვანა არის საჭირო ასეთ მომენტებში სწორედ ასეთ მომენტებში იმიტომ რომ დადგმულ დროს არასდროს არ აკეთებენ დაკავებას წინააღმდეგობას დარბევას ყოველთვის ეს არის სპონტანურად გაკეთებული პოლიციელების რეაქცია ეს არ არის რომელიმე აქტივისტის რაღაც აკმედებით გამოწვეული ეს არის კონკრეტულად პოლიციელებისთვის გაცემული ბრძანების შესრულება
რაღაც კონკრეტული დროის მონაკვეთში. ამ კონკრეტული დროის მონაკვეთში ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ აქტივისტები გამოვიდნენ იქ, სადაც საჭიროა. მე არ ვამბობ ან კონკრეტულად რაღაც იგეგმება და რამე არა. უბრალოდ აი ეგეთი სიტუაცია რო იქნება, რომ თბილისში ვიღაც უნიზეზო დააკავეს. ბათუმში ვიღაც უნიზეზო დააკავეს. როგორც ერთმეტში იყო აქციაზე რო დააკავეს და აი ყველაფერი უნდა იყოს სპონტანურად გაკეთებული რა. როცა რაღაცა კი შეიძლება ჩვენ დღის მონაკვეთში საღამოშიც ვიკრიბებით ყოველთვის, მაგრამ დღის სხვა მონაკვეთში შეიძლება გაკეთდეს მოხდეს. აუ თქვენ ამბობთ ჯობდა, მაგალითად დღესაც შეკრებილი იყვნენ აქციის მონაწილეები დაახლოებით შუა დღის საათებში, ხო, როცა თბილისში ეზამები ხდებოდა. როცა დააკავეს უნიზეზოდ მშვიდობიანი აქციის ამ მონაწილეები. ანუ სპონტანურად ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ ქუძეკაცის გამოყვანა დაგჭირდეს, იმიტომ რომ აღმაშენებელს ქუძეკაცი რო არ ყოლოდა, ვერაფერი ვერ გამოუვიდო და ასე რომ ვთქვათ რა. ქუძეკაცი მაგიტომ მოიწვია. ეს ანი გობაძე იყო სტუდენტი, მადლობა ანი. ოდით ზურაბირებაძეს მოუსმინოთ მოქალაქეს. თქვენთვის რას ეჩვენებდა დღევანდელი ამბავი, როცა აღდგომის ორშაბათია და დღეს სამი მოქალაქე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავეს ადმინისტრაციული წესით, როგორც ცნობილია. ასე ჩვენ ნახეთ პოლიცია როგორც ძალადობდა აქციის მონაწილეზე, თბებში მოკაჩა კონკრეტულად ძლიერად. ეს კადრები ასე ვნახეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში. რას აჩვენებს თქვენთვის საესო ცდების ასეთი მორიგი შეტევა აქციის მონაწილეების ამ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების წინააღმდეგ? აი მინდა დავსვა მარტივი კითხვა. იზინა ივანიშვილი როგორ უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში? საქართველოს გაერთიანდა? ქვეყნის ეკონომიკა განვითარა? სამართლიანობა ჩამოყალიბა? საზოგადოება გაერთიანა? არა რა. ანუ რეალურად იზინა ივანიშვილი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც მოძალადე რეპრესიების ლიდერი. იზინა ივანიშვილი შევა საქართველოს ისტორიაში რომელმაც დაუშვა პლანეტარი ლეგალიზაცია და ამავე დროს ნარკოტიკთან დაკავშირებით უშუალოდ კონტაქტის კი შექმნა საზოგადოებამ ძალიან დიდ მონაწილეა, იმიტომ რომ პლანი რადგანაც დაშვებულია, მოდით ამაზე გავიჩნდეთ, მაგრამ იზინა ივანიშვილი შევა საქართველოს ისტორიაში, აგერ დისკო ბარებში რო არის მაგალითად ეგრეთ წოდებული ცნილები და ტაბლეტები რო იხილება და უამრავ ბავშვი რო იწამლება. ზუსტად ამ ადამიანებს დაწამლის რა არის აქ გამოსავალი? თქვენ რაც ეტყოდით სხვა მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეერთებიან, არ გამოსულან ამ საპროტესტო აქციებზე და არ არიან წინააღმდეგობის წევრები. ერთი წამი დავასრულე და იზინა ივანიშვილი შევა საქართველოს ისტორიაში ზუსტად მებრძოლი ადამიანი, რომელიც თავის საკუთრებაზე ზრუნავს, თავის მილიარდებზე ზრუნავს და საქართველოს მიყავს რუსეთის მიმართულებით. ოღონდ თავისი მილიარდები გადაარჩინეს. იზინა ივანიშვილი შევა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ევროკავშირი დაასრულა საქართველოს და ქართველი ხალხი. აი ესე შევა. როგორც ნეგატივით შევა იზინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში და არა პოზიტივით. ესაა რეალობა. ამ ყველაფერზე ოცნებამ და თავად ივანიშვილს უნდა დაფიქდეს კარგად და უნდა გაიაზროს. ხვალ და ზეგ თავისი შვილები, თავისი მომავალი თაობა საგინებელი და სალანწავი იქნება ქართული ერის მიერ. ადარდებს ეგ საკითხი ივანიშვილს თქვენი აზრით? როგორი თემა არის? ახლა ბრძანებელს ყოველთვის აქ ერთადერთი მიზანი. სხვას უგზავნოს. ახლა მე არ ვამბობ იზინა ივანიშვილი პუტინი ბრძანებები უხარია, მაგას არ გულისხმობ. უბრალოდ გულისხმობ ერთადერთს რომ იზინა ივანიშვილი ემორჩილება პუტინის ბრძანებას. გამოდიან ქართული ოცნების ლიდერები და აცხადებენ, ჩვენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ბრძანებას არ ემორჩილებით და გვინდა სრული თავისუფლება. მე მაგ მარტივ კითხავ. რუს დიპლომატების ბრძანებას რატო ემორჩილებთ? ხომ ევროპელებს და ამერიკელებს ბრძანებას არ ემორჩილებთ? რუსებს რატო ემორჩილებთ? იმიტომ რომ რუსების მონახა? ეს არის რეალობა და საქართველოს მიყავს რუსეთის მიმართულებით. ასე ორიენტირების მიდავდა ზეამახლობელი შესახებ. მე პირადად ამ ბოლო ხანს სასამართლო იყო, პირადად ვესწრებოდი ქალბატონის ზეამახლობელს სასამართლოზე და რა გააკეთა. არნაირი პროკურორი და მოსამართლე სული და გულით იცავდნენ მის მოწმეებს. ანუ ორი მოწმე მოიყვანეს პოლიციელები ზეამახლობლის ადვოკატი ძალიან მაგარი კითხვებს უსვამდა, ჩაჭერა ფაქტიურად, პასუხები რო აღარ ქონდა. მაშველი რგოლი იყო ვინ? მოსამართლე და პროკურორი. ანუ რატო? იმიტომ რომ პროკურატურა, თვითონ მოსამართლე, სასამართლო და პოლიცია ძნელად სისტემა ებრძვის ქალბატონს ზეამახლობლებს. რატო? იმიტომ რომ როგორმე გამოამწლონ ციხეზე და სამაგალითოდ დასაგონ და ამავე დროს აჩვენო ჟურნალისტებს რომ ხოხადავ შენ ჟურნალისტი კი ხარ, მაგრამ ხელშეუხებელი არ ხარ და დედას ვიკიდებ თუ არ ამემორჩილებ. თქვენ როგორც ერთ მოქალაქეს, რომელიც მას ადონებს ამ პროცესს, გაქვთ რომ ეს არის თავდაცვა და
დამოუკიდებელ მედიაზე, კრიტიკულ მედიაზე. რა თქმა უნდა თავისთავად. რატო არა აქვს სახელმწიფო მედიებს მე ერთხელ დავუშვი პრობლემები. რატომ აიგამაც ოპოზიციურად განწყობილი მედიებს აქვს პრობლემები? თუნდაც ნეიტრალურ მედიებს აქვს პრობლემები. რატო? მიზეზი რა არის? მიზეზი ეს არის რომ ვერ მართავს მედიას ბოლომდე ხელისუფლება, ვერ მართავს ივანიშვილი, კრემლის დავალებას ბოლომდე ვერ ასრულებს, იმიტომ რომ მედია ვერ წარმართავ ბოლომდე რა თქმა უნდა თავისთავად, მაგრამ ერთადერთ დავალებას კრემლისას ასრულებს, რომ დაიწყო რეპრესიები პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ, დაიწყო რეპრესიები საზოგადოების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ქვეყანა ეკონომიკურად მიყავს უბსკულისაკენ. ამას ასრულებს ნათელად, მაგრამ მესამე ფაქტორს ვერ ასრულებს, მედიას ვერ იმორჩილებს. გამიგე. სწორედ ამიტომ არის ბიზინა ივანიშვილი თქვენზე პირადად ჟურნალისტებზე გამწარებული და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რომ შური იძიოს ზიამაღლების. მაგრამ ესეც რუსეთის დავალებაა, თქვენ ფიქრობთ რომ მედია უნდა გააჩინოს? რა თქმა უნდა თავისთავად. მედია უნდა დაიმორჩილოს, ეკონომიკურად ქვეყანა უნდა აიყვანოს უბსკულისაკენ, პოლიტიკურ ოპონენტები მოსწროს რომ რუსეთი ჩააბარო თელი საქართველოს. სხვა ამოცანა არ ამოწევს ბიზინა ივანიშვილის სხვა. ეს არის მისი ამოცანა. ალო ეს რობი რემაძე იყო მოქალაქე, რომელსაც თქვენ ახლა უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს არის ბათუმის საპროტესტო აქცია, პროტესტის 145 ღამე. ასე მოქალაქეები ისევ გრამე ქუჩაზე საპროტესტო აქციაზე. ყველა ასეთი ადამიანია აქციაზე. მოდი გავისაუბროთ კიდევ ერთხელ ბატონს, მოგესალმებით საღამოშიდობისა. დღეს რა საჩვენებია თქვენთვის პოლიციის აგრესია საპროტესტო აქციის მონაწილეებს, როცა თვეებში წვდნენ გოგოს და იძალა და პრაქტიკულად პოლიციელმა აქციის მონაწილეზე. ეს არის საშინელება. რაფერიცი ადამიანები უკვე გადადიან სკოლაზე კი არა, გადავალთ მგონი უკვე მიტინგები, პირადად მე უკვე ნერვები მაგაშმილი. ისე მინდა ჯოხი მქონდეს, რომელიც ყველა ჯადოსნური ჯოხი, რომი ამდეს ხელი და ფეხები გაუჩერო. ასე რაფერ შეიძლება ადამიანო საქართველოს მიწაზე დავდივართ იგის და აგის და იმას უზახონ პერი და ჩვენ ვართ მოყარე გასაკეთებენ ვინარიან როგორ შეიძლება ეს ჯგუფი რა ფულს აძლევენ ასე ეს არის რაღაც არაბუნებრივი ამბავი მეგობრებო მადლობა დიდი მადლობა ვითხოვ ყურადღებას ოც მოусმინეთ სტუდენტებს, რომლებიც ახლა მეგაფონით მიმართავენ ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებს. როგორც ვიცით, აღდგომის ღამეს დააკავეს პიროვნება ტროტუარზე, გზის გადაკეტვის გამოს დააწერენ, ალბათ შემდეგ დაკავების ოკში. მაგრამ პიროვნება დააკავეს ტროტუარზე, ქრისტე აღდგას შეძახილის გამო. ქრისტე აღდგა შეძახილი თუ არის დანაშაული, მაშინ ყველა ქრისტიანი გამოდის დანაშაული. ძალიან მაინტერესებს რა სიტყვიან ის ფორმიანი პიროვნებები, რომლებიც დგანან ამ შენობების ვითომ მთავრობის სახლთან და ვითომ სამართლიანი საკონსტიტუციო სასამართლოს კართან, რა სიტყვიან ამ ფაქტზე. თქვენი აზრით, ქრისტე აღდგას, ვინც ამბობს აღდგომის ღამეს, არის თუ არა დამნაშავე? მაინტერესებს გზის გადაკეტვის გამო ტროტუარზე ვინ აკავებს პიროვნებას გზის გადაკეტვის გამო ტროტუარზე? უსამართლო მილიცია. რა თქმა უნდა უსამართლობაა. თბილისში ამ უსამართლობას ებრძოდნენ დღეს დილის 12 საათიდან, როდესაც რუსთაველი გადაკეტეს ქალებმა, რომლებზეც აწიეთ ხელი პოლიციამდე, როგორც მე ვიცი, ძალის გამოყენებით და გადაიყვანა ტროტუარზე, რასაც მოხდა ორი პიროვნების ამ ქალებთან მისვლა, იმის გამო, რომ ეს პიროვნებები ალბათ კაცები იყვნენ, არ ვიცი რა მიზეზი იყო. ქალები ვერ დააკავეთ და დააკავეთ კაცები. იმის გამო, რომ ქალების დაცვა უნდოდა. ქალებსაც არანაკლებად ექცევიან. ქალებსაც არანაკლებად ტრავთ ხელს. ხმებით ითრევთ. და შემდეგ ამ ქალების წინააღმდეგ გამოდიხართ სრულ ჩვენებებით. აი პიროვნება დგას კართან და ალბათ ვერ იყურება არ ვიცი რა ჭირს. მე ვითხოვ თქვენგან პასუხს. რატომ დააკავეთ ის ორი პიროვნება
შედარებით ადრე, შემდეგ ზებრაზე სიარულის გამო კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს და როგორც ვიდეოში ჩანს, ძალიან დიდი ძალის დემონსტრაცია იყო მაგ დაკავების მომენტში. აქ მახსოვს ერთი პიროვნება, როცა დააკავეს და 50 ადამიანი ფორმაში ჩათო ვითომ პოლიციელი. 50 ადამიანი დაესხა თავს ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა, შეიძლება ჩაიდინა, არ ვიცი, მე ვთვლი რომ არ ჩაუდენია მაგას დანაშაული. წაიყვანეს ძალის გამოყენებით, როდესაც პოლიციელებს მოგყვებოდათ ეს პიროვნება. ძალიან ბევრი შემთხვევა მახსოვს 29 ნოემბერს, 11-12 იანვარს. ამის მერე კიდე იყო ერთი პიროვნების დაკავება, უბრალოდ დღე აღარ მახსოვს. რომელიმე დააშავა რამე? ვითხოვ პასუხს ფორმიანებისგან, რომლებიც იცავთ არალეგიტიმური ხელისუფლების შენობებს. ვითხოვ პასუხს, რატომ დააკავეთ ეს პიროვნებები? 5-დღიანიდან 60-დღიანი შეაშინათ ვინმეს? ყველას მასე დაგვაკავებთ? მაინტერესებს თუ ისმის ჩემი ხმამან? ფორმიანებს ვეკითხები. ჩვენ ახლა რამდენიმე წუთში შეიძლება გავიდეთ მარსზე და ძალიან ბევრი ფორმიანი პიროვნება გამოგყვება გვერდით. წინ ან უკან. მე მაგათ გამუდმებით დაუსვამ მაგითხვას. დააშავეს რამე? აღდგომის ღამეს ქრისტე აღსდგა საკილი არ არის დანაშაული. რა ვიცი, ილიასთან მიდიან და ამ ხოლა იმას დაიკავებენ, რა ქვია, სააღდგომოვითონ სანთლებს. მაშინ კარგები არიან, ხო, მაშინ იცავენ წეს. არავით არ იწესიან აქვე, არც ერთი, არც მუსლიმანური, არც ქრისტიანული, არც ადამიანური წესი. ვიხართ ბოლო, ვიხართ აი ფორმიანებო. უკვე ადამიანებო გეშინოდეთ. თუ დაინახათ თეთრ მოკლე სახელოიან მაშინ ჩაცმულ ლაიკაში ადამიანს იცოდნენ, რომ არის თურმე პოლიცია. შეუძლია დაგაკავოს. ფირმა ჩაცმული მაისური, თეთრი მაისურის ადამიანი მოერიდეთ, ის ყოფილა პოლიციელი, შეუძლია დაგაპატიმროს. ადამიანები ფორმა. ფიცდეთ სამშობლოს წინაშე, ერის წინაშე. მე ძალიან ბევრი ფიცი მომისმენია თქვენგან, მაგრამ რატომღაც არც ერთი არ სრულდება. ფორმიანები იფიცებენ მათ მუნდირს, რომ სამშობლოს დაიცავენ, ხალხს დაიცავენ. თქვენ რომელი ფიცი დადეთ? ივანიშვილიზაციის პროცესს არ შეუშლით ხელს? რომელი ფიცი დადეთ? ემსახურებით ვის? პარლამენტთან, ანამ შენობასთან, ფორმიანი. ემსახურებით ვის? ემსახურებით საქართველოს, ეს არ არის თქვენი დევიზი? ვის ემსახურებით? საქართველოს ხალხი არ არის? ფორმიანებს ვეკითხები. ემსახურებით საქართველოს, საქართველოს რას ნიშნავს მაგ ფრაზაში? ხალხი არ არის? საქართველო ვინ არის? მიწა? მაგ მიწას მართლა ბევრი გმირი მივაბარეთ, იცით? რატომ ხაც არც ერთი არ გაქვს? აფრასიძე, მე არ ვიცი აფრასიძეები ვინ არიან, მე აფრასიძეებს არ გავსვლა. მე ანწუხელიძის ისტორიამ გაგზარდა. მე იმ რწმენით დავიბადე, გავიზარდე უკაცრავად. მე იმ რწმენამ გამზარდა, რომელიც დღეს აქ მაყენებს და მართლა ვემსახურები საქართველოს. მე ამ ფრაზას როცა ვაანალიზებ, საქართველოს ვეძახით ხალხს. თქვენ საქართველოს ეძახით ივანიშვილს. მე იცით პოლიტიკაზე როცა ვსწავლობდი, სახელმწიფო სხვანაირად განვიმარტეს. სახელმწიფო არ არის ერთი პიროვნება. სახელმწიფო არის ტერიტორიაზე გაშენიანებული. ხო, სახელმწიფო არის ის ხალხი, რომელმაც დაიკავა რაღაც ტერიტორია. სამართლებრივად. თქვენ ალბათ არ გესმით რა ეს ფრაზები, რადგან სამართლებრივად არის მოხსენიებული სიტყვა. სადაც სამართალია მოხსენიებული, თქვენ რატომ არ გესმით სამართლიანობის მცველი?
მცველებს, ვითომ მცველებს. ჩვენ როცა გვაქვს შეძახილი, გვახსოვს ცრუმოწმეები. გოჩავანაძე ტყუილად იყვება მაქრადაში. გოჩავანაძე ზია ამაღლობელის პროცესზე რო გამოვიდა და ზია ამაღლობელს რასაც აბრალიან. მე მგონი იცით რა, მე მგონი ის ცრუმოწმე ის მელოდი რო იყო. შეიძლება არის ის ადამიანი, რომელიც 11 იანვარს გვარვევდა ჩვენ სამმართველოს წინ და პირადად მე კრახელი და გადავიხლი ჩემ მუხლი. პირდაპირ ამის გაგებით დღესაც მაქვს შრამი შემიძლია გაჩვენო. ეს პიროვნებები არიან მოწმეები. ეს პიროვნებები ამბობენ სასამართლოზე იმას, რომ 20 წლის გოგოს ხეს კრავენ. ამ ქვეყანაში ერთადერთი სამართლიანობის და სიმართლის მცველები ვართ ჩვენ. და რატომღაც ფორმიანები აღარ არიან, ფორმიანები დიდი ხანია არ არიან. იმიტომ რომ რაც ხოლმითაც არ უნდა მიმევართა პოლიციისთვის, დამამტკიცებელი კადრებიც კი არ სჭირდებოდათ სხვათა შორის, ისე მიშვებდნენ უკრან. ეს არის სამართლიანობა. ბათუმელ მოსახლეობას მინდა მივმართო ბათუმელების ლაივი. თბილისში რაც ეს ხდება, ეს არის უსამართლობა. ბათუმში აქ ძალიან ბევრი ადამიანი არ არის ისეთი, რომელიც იყო 29 ნოემბერს, იყო 11-12 იანვარს, იყო იმის შემდეგაც. ეს ადამიანები უნდა ხდებოდნენ იმას, რა უსამართლობაც ხდება თბილისში. თქვენ ხართ ახლა საჭირო. დაახლოებით 9 საათში ჩვენ გავალთ მარშზე. 9 საათში გთხოვთ, რომ მოხვიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში, რადგან თქვენ დღეს ხართ საჭირო უსამართლობასთან ბრძოლაში. ეს ბრძოლა გრძელდება ბოლომდე და არ დამთავრდება იქამდე, სანამ სიმართლე და სამართლიანობა არ იზეიმებს იბადიშვილიზაციის პროცესზე. გესმით ჩემი ქართული, თუ ჩინურად დავიწყო ლაპარაკი? სტუდენტი ანი გობაძია, რომელიც ახლა მიმართავდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, პირველ რიგში პოლიციელებს და იმის გამო, რაც ჩვენ დღეს ნახეთ თბილისის ქუჩებში, აღნიშნულებას, როცა მშვიდობიანი აქციის სამონაწილე დააკავეს, პოლიციის ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ. რომელ პოლიციურ რეჟიმს მოსახლეობაზე რო ძალადობ? იმას. ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს. მადლობა. 9 საათში გავდივართ მარშზე. მადლობა. აქ ცოტა ხნის წინ ნანა გობაძემ დაანონსა მარში ბათუმის ქუჩებში, რაც ერთგვარად ასევე ერთგვარი ტრადიცია ბათუმის საპროტესტო აქციებისთვის, აქ ხშირად ეწყობა საპროტესტო მარშები ბათუმის ქუჩებში, მათ შორის დღესაც სტუდენტებმა, როგორც ჩვენ ახლა მოვისმინეთ, სულ ცოტა ხნის წინ დაანონსეს მარში ბათუმის ქუჩებში. მანამდე კი ისევ გრძელდება უკვე ტრადიციული საპროტესტო აქცია ბათუმში, ტრადიციული შეკრების ადგილას, საჭირის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღესაც აქ მოქალაქეები და ისე ვითხოვენ თავისუფლებას სინდისის პატიმრებს და ხელახლა არჩევნების ჩატარება, სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში ისედია დღესაც ამ საპროტესტო აქციის შეკრებილების მოთხოვნა. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ. დღეს რაც ნახეთ თბილისში, აქ პროფესორ შაბას როცა დააკავეს აქციის სამონაწილე, ასევე ნახეთ როგორ ძალადობდა პოლიციელი კონკრეტულ დემონსტრანტზე, ხო, როცა თვეებში წვდა აკონტროლს პოლიციელი. რას აჩვენებდა ეს თქვენთვის პოლიციელების მორიგი, ასე ვთქვათ, აგრესია საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ? ხო, რა თქმა უნდა, ის არის ფაქტი, რომ დიქტატურა გრძელდება ჩვენს ქვეყანაში და იმისთვის უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ არ მოხერხდეს ამ დიქტატურას
კულტურის გაფორმება. ჩვენ დიდი ხანია რუსულ მარწუხებში ვართ, მაგრამ აუცილებლად ჩვენ ერთად გავმოწმებით თავისუფლებას შევეცდებით მინიმუმ მაქსიმალურად ჩვენს ბოლო ენერგიის დაცვამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რუსული რეჟიმი დამარცხდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. რა ძალა მოქალაქეების ხელში, რა შეუძლია ხო ერთობას ან პროტესტს, რა შეგრეთ უთხრათ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ხედავენ საფრთხეს ქვეყანაში, მაგრამ ისევ თავსიკავებენ, რომ შეუერთდნენ წინააღმდეგობას ან გამოვიდნენ აქციაზე. მე მესმის და ჩემს ირგვლივაც გამოფხებულია რადგანაც აი ჩემს ყოფილი რეალობით ვსჯელობ და ვიტყვი იმას, რომ ჩემს სამეგობროში საკმაოდ ბევრია ის ადამიანი, რომელიც ძალიან ნიჰილიზმში არის გადართული. ალბათ ეს რაღაც კუთხით ჩემი აზრით ობიექტური აზრითაც ოპოზიციის სისუსტესაც უკავშირდება, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ოპოზიციის სისუსტე დამსახურებით არის ქართული ოცნების ძალადობრივი პოლიტიკა და პოლიტიკიდან თუნდაც იმიდან, როდესაც 2012 წელს მოსულები არ იყვნენ თუ არა ხელისუფლებაში, ამბობდნენ და გვეუბნებოდნენ იმას, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ახალგაზრდობა თქვენ არ ჩაერიოთ და ჩვენ მივხედავთ საქმესო, მაგრამ ჩვენი სანაპატარა ქვეყნისთვის არ გვაქვს მოქალაქეებს უფლება იმის, რომ არ ჩავერთოთ პოლიტიკაში. შეიძლება იყოს აპარტიული და რა თქმა უნდა ის ბუნებრივია, მაგრამ აპოლიტიკურობა არ შეიძლება, უნდა გაუბრაზდეთ მთლიერი. მე მესმის, რომ ნიჰილიზმშია მთელი საქართველო თითქმის გადართული, იმიტომ რომ ბრძოლა ნამდვილად ამდენხმიანი ბრძოლა, მით უმეტეს ამდენხმიანი არ შეიძლება რომ დაღლას არ იწვევდეს, მაგრამ ადამიანებთან ბევრჯერ მithქვენს, რომ კოცებისგან გასწავლით ჩვენ ადამიანების ცნობები გვაქვს და ფიზიკურობაც მათ შორის. მართალია რობოკოპებს ვებრძოდით, მართალია ყოველდღიურ რეჟიმში ვდგავართ, ვიხლებით, მაგრამ აუცილებლად შევცვლით. აუცილებლად, იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თქვენ სახელი შემოგცენეთ? ქეონებები. უნდა მეშინოთ იმის, რომ ამ სიგრძება შეეხება საფრთხეს. სვანი გებელცია სტუდენტი, რომელიც მიმართავს. ესე იგი დაკავების უნდა მეშინოდეს არა იმიტომ, რომ შეიძლება სასჯელი ის მოხდა მომიწიოს. იმიტომ უნდა მეშინოდეს დაკავების, რომ ჩემს ღირსებას და ჯანმრთელობას არ შეეხოთ, ხო? გამოდით და თქვით, რომ იტყვება ადვოკატი და მათ ჩვენეს ლაშად რეგულაციას რომ არ აქვს დაზიანებები. მე ვიტყობ სამართლიანობას. იმ კანონის ბატონობას კი არა თქვენ რო წერთ და საკონსტიტუციო რომ გადააკეთეთ მთელი კონსტიტუცია. და ჩვენი რო დაგვახიეთ თავზე. მე იმ კანონის ბატონობას რო ვიტყობ, რომელიც ემსახურება სამართალს. მე იმ ფორმას ვცემ, რომელიც ემსახურება სიმართლეს და რა ვიღაც ივანიშვილს. რომ იყურეთ, გამეცი პასუხი, ლაშაკებუაძე იტყვება, თუ მისი ადვოკატი. ამ ზებრა გადასასვლელზე 26 ადამიანი დაგვაჯარიდეს. ჩვენთან მეტია 9 კილომეტრიანი გზა კეთდება. ისმის კითხვა. რატო აკეთებ ჩვენზე მეტია 9 კილომეტრიანი გზას? როცა 26 ადამიანი დაგვაჯარიმეს, 1 საათი ჩავკეტეთ გზა ახლა. და ზებრა გადასასვლელზე გადავდიოთ. ანუ ჩვენ ფაქტიურად 1 საათის განმავლობაში შევაფერხეთ მოგდები, მოძრაობა და თქვენ ერთ თვეზე მეტია 9 კილომეტრიან გზას აფერხეთ. ერთ თვეზე მეტია. ეს არის სამართალი? ამას ეძახით თქვენ სამართლიან სახელმწიფოს? ესე ქვი დემოკრატიას და თავისუფლებას? ეს არ არის ბატონობა სამართლიანი სახელმწიფო. ეს არ არის ბატონობა დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენზე მეტია 9 კილომეტრიან ასფალტს აკეთებ. სიმხვრილია ბოლოს და ბოლოს. და ჩვენზე მეტია 9 კილომეტრიან ასფალტს გადაწყვე. სპეციალურად აკეთებთ ამას, რომ გზა არ ჩავკეტოთ. მოძრაობა არ წავიდეს, ისე ადამიანები არ გადავიდნენ იმ გზაზე. სპეციალურად აკეთებთ ამას. რატო აკეთებთ ამას სპეციალურად? მიზანდასახულად, რატო იქცევით ასე? თქვენი ამოცანა რა არის? თქვენი ამოცანა არის თუ არა? ადამიანთა უფლებების დაცვა.
ძალადობა არ არის ადამიანთა უფლებების დასვა. უკანონო ჯარიმები არ არის ადამიანთა უფლებათა დასვა. პოლიციელი მე უნდა მიცავდეს კი არ უნდა მავიწროებდეს. თქვენ გართი იარაღი ხელში, ჩვენ იარაღის გარეშე ვარ. და ჩვენზე ძალადობთ. უკაცრავად ბოდიშვექცი ამ სიტყვისა, მაგრამ ყაშაღები ხომ ახავთ, რატო ძალადობთ? ყაშაღები ხარ თუ რატო ძალადობთ? გაეცით ამ კითხვას პასუხი. მოქალაქეებზე რატო ძალადობთ? ჯარიმებს რო უწევთ ადამიანებს, ამავე დროს ცემატყება და ხმა გათელვა, ზიამახლობელი დააკავეთ რის გამო? სახეში შემოულაწილა პოლიციის უფროს. უკაცრავად, მაგრამ ბავშვი ყავდა მუცერში და მოაგდებია თუ რა ვერ გავიგე. ჩვენ ნუ ფიქრობთ რომ ებილები ვარ და არ ვიბრძოლო, ახალ ბოლომდე ვიბრძოლო. ჩვენ საუბარზე თქვენ იცინი ხართ, მაგრამ ღმერთი არსებობს და ყველას მინდა გითხრათ, ღმერთის გეშინოდეთ. ღმერთის გეშინოდეთ. იმიტომ რომ თქვენ ოჯახები გყავთ, თქვენი ოჯახები ვერ იქნება ნორმალურად და მომავალი თაობა არ გექნება თქვენ ნორმალური თუ ღმერთის წინაშე არასდროს იცხოვრობთ და არასდროს მოიქცევით. ზიამაღლობლის სასამართლოზე მოვიდა პოლიციელი და აბსოლუტურად უკანონო. პრომოტერმა მოვიდა ორივე პოლიციელი. მოსამართლე და პროკურორი ორივე იცავდნენ. პოლიციელებს იცავდნენ თრუმოწმეს. რატო იცავდნენ თრუმოწმეს? პროკურორი და მოსამართლე. თუ ამ ქვეყანაში სამართლიანობა არსებობს, ადამიანი შეიძლება 7 წლის გაწირო იმის გამო, რომ სახეში პოლიციამ შეულაწუნა? ეს არ არის სამართალი. ეს არ არის წმენა და ღმერთისადმი სიყვარული. თუ ღმერთი გწამდა, ღმერთისადმი სიყვარული გაგაჩნიათ, არ შეიძლება ის ადამიანი ციხეში იდგეს. იახას ზიამაყლებელი აუცილებლად უნდა გამოვიდეს ციხიდან. და თუ არ გამოვა ციხიდან, იახას ჩვენ ჩაითვლები ზუსტად 9 წელს, რომ იქნებ 13 წელიწადია. მეორე ნასმოძრაობა ჩაითვლებით. რატომ? იმიტომ რომ ძალადობა მათი სტრატეგია იყო. მათი სტრატეგია იყო ძალადობა და თქვენ თუ ძალადობის გზას გააგრძელებთ, значит მეორე ნასმოძრაობა ხარ. და არ შეიძლება ამავე დროს გამოხვიდეთ და ისაუბროთ, რომ ჩვენ უნდა გავასამართლოთ რეჟიმი. ეს არის ზურაბი მათზე მოქალაქე, რომელიც ახლა მინახავს პოლიციელებს, რომლებიც არიან აქ სახელმწიფო დაცვის სამსახურის და აჯანყების თავის ადმინისტრაციული შენობის წინ. აქ გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში, ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ეს უკვე 155 საღამოა, როცა იმართება საპროტესტო აქცია ბათუმში. დღეს ცოტა ხნის წინ სტუდენტებმა დაანონსეს, რომ ისინი შესაძლოა წავიდნენ მარშით ბათუმის ქუჩებში. ნახოთ შედგება თუ არა დღეს ეს მარში. დღეს აღდგომის ორშაბათს აქციის სამმონაწილე დააკავეს თბილისში, ასე ვნახეთ როგორ ძალადობდა პოლიციელი აქციის მონაწილეზე. მოგესალმებით ბათუმის პირდაპირ ეთერში. რას აჩვენებს თქვენთვის მორიგი აგრესია პოლიციელების მხრიდან, რაც დღეს ვნახეთ თბილისში, როგორ თქვათ იზაადა პოლიციელმა მშვიდობიან დემონსტრაციას, როცა თბილისში წუდა აგოგოს. ასე დააკავეს აქციის სამმონაწილე აღდგომის ორშაბათს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? ეს არ ახალია და ძველია, მაგრამ მეთოდი არ იცვლება, არაფერი მათთვის წმინდა აღარ არსებობს. ყველანაირად ცდილობენ გმირი, ანტიგმირი გაგვიხადონ, ქრისტე ავსტრას შეძახილისთვის ადამიანი დაიჭირონ, რაც ღირებულია ფეხბურთს გაქელონ. მიზანი მიმართულად სურთ, რომ აი დაამდავლონ ქართველი ერი და ერთთან მაქვს საკითხული, რომ ადამიანებს მაშინ ვიმონებ და მაშინ ხდება დიქტატურა, როცა სულელებს მოხიბლავ და თქვენებს განდევნი. ზუსტად ამას აკეთებენ, ვინც აზროვნებს, ვინც მოწინავეა, ვინც საღად მოაზროვნეა, ყველას იჭერენ, აჯარიმებენ, ცდილობენ სულელებს
საშუალებები მოხიბლონ თავიანთი ტყუილებით, რომ ყველაფერი კარგადაა, კარგად მივდივარ წინ, ეკონომიკა ყვავის. არ ვიცი ადამიანებს რატომ არ უნდათ დაინახონ სიმართლე, რატო არ იყურებიან ირგვლივ რა ხდება, რატომ აღარ რეაქცია ძალადობაზე. აი ელემენტარულად როცა უყურებ როგორ ძალადობენ უდანაშაულო ადამიანზე, სულ ცოტა პროტესტი მაინც უნდა გაგიჩნდეს. მე რა რუსეთის შვილია. აი ძალიან ამაზე სახე მიიღო საქართველოში პოლიცია არა მილიცია. ქართულმა მილიცია, რომელიც გახდა არა სამართალდამცავი, არამედ სამართალდამღვრევი, ყველა კუთხით მორალისაგან დაცლილი, მარტო ძალადობაზე ქცეული რაღაც სექტა, ბანდა, რა ვიცი რა შეიძლება. და როგორ უნდა მიმოქმედოთ ამ დროს ჩვენ მოქალაქეებმა, როცა ჩვენ ხედავთ აგრესიას პოლიციელების მხრიდან, ასევე როგორ აჯერიმებენ დასაკმაოდ დიდი რაოდენობით, ხო 5-5000 ლარი, ან აკავებენ ადმინისტრაციული წესით და სამართლის უკვე 60-მდე ადამიანი არის დაკავებული ციხეში იმის გამო, რომ ისინი სინიზის პატიმრები არიან ყველა ვიცით, ხო? ამ დროს როგორ შეიძლება გაგრძელდეს ან გაძლიერდეს ეს წინააღმდეგობა, თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? წინააღმდეგობა გაძლიერდება თუ პროტესტი გაუჩნდება ადამიანებს, აუცილებელი არ არის მაინც და მაინც შენ კარზე მოვიდეს. სხვისი გასაჭირით ხო უნდა დაინახო, ქვეყნის გასაჭირი ხო უნდა დაინახო. და ეს ახლა რო ვუყურებ, ჯერ ძალიან აქტიური ვინც არის, იგენს აჯარიმებენ, ნელ-ნელა ხო გვიღებენ აგერ სურათებს და ძალიან ადვილი შესაძლებელია ხვალე მე მომივიდეს, ზეგი უბრალოდ ქუჩაში გამლებს მოვიდეს, იმიტომ რომ ჭირდებათ ეს ფული ბიუჯეტში რომ შეიტანონ, რომ მერე პრემიები დაურივონ იმ მილიციას, რომელიც მათ იცავს. და ადამიანებმა უნდა გამოუფხიზლდეთ, შეგვილახეს ყველაფერი წმინდა, მეტი რა დარჩა, რა უნდა გააკეთონ. მტერზე ბოდიშის მოხდას გთხოვენ, ანწუხელიძეს და ვიღაცისგან მართულს უწოდებენ, რა ფეხქვეშ თელავენ ყველაფერს წმინდას და რა ვიცი, რატო არ უნდა გამოუფხიზლდეთ, ვერ ხვდები. ალბათ ჩემი რა ვიცი განათლება შეგნება ვერ წდება რომ ჩავწვდე ბოლომდე ამ ადამიანების ფსიქოლოგიას, მაინც მგონია რომ ამდენი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ტვინების გამორეცვა, აგიტაცია, პროპაგანდა, რომელმაც ადამიანებს რაღაცნაირად ჩაუკლა თვითშეფასება, რა ვიცი, შეგნება, ელემენტარული პროტესტის უნარი. ძალიან ცუდი სიტუაცია და თუ არ გამოვიფიქროთ მე მგონი ჯერ უკვე დაგვიანებულიცაა, მაგრამ სადღაც მაინც პატარა იმედის ნაპერწკალი რომა ის მაინც არ უნდა ჩავარდოს, ახალგაზრდებს გვერდით უნდა დაუდგეს ყველანაირად იმ ნათელ მხარეს მდგარ ახალგაზრდებს. მე მიყვარს რომ ამდენი უნივერსიტეტია, ამდენი სტუდენტი დიდი რაოდენობა გამოვა საპროტესტო აქციაზე ქუჩებში, ამას ეკრემა შედეგი. ერთად დგომა, ჯიუტად ბოლომდე ერთად დგომა. ერთადერთი ეს დაგვრჩა, ჩვენ ქუჩა დაგვრჩა, მეტი კანონი არ კანონოს არსად. ყველა ინსტიტუცია ჩამოქცეულია, ვერსად სამართალს ვერ ვიპოვი, ვერსად სამსახურს ვერ დაიწყებ თუ ოცნების თანამშრომელი ან ახლობელი არ ხარ. ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა რაღაცა საშინელება, სასწაული. არ ვიცი. მე ვფიქრობ მაინც რომ ახალგაზრდები თავარი მარმოძრავებელი ძალა, ძარღვი ქვეყნის არის ახალგაზრდები. ამდენი ათასობით სტუდენტი რომ არ ვიცი, კარგი, ჩემი თაობის ადამიანები შეიძლება კომუნისტური რეჟიმის დროს დაბადებულები რაღაცნაირი სხვანაირი გაგება გქონდეს, მაგრამ აი 20 წლის წინ დაბადებულებს, თავისუფალ საქართველოში დაბადებულ ახალგაზრდებს მე ვერ ვაზროვნებ, რანაირად შეიძლება არ უნდათ თავისუფლება და ერჩევნოთ მონოპოლში ყოფნა. ეშინოდეთ თქვათ, მესმის ადამიანურად, მეც მეშინია, გან არ მეშინია, ყველას ეშინია, რომ ან დააჯარიმებენ, ან დაიჭერენ, მაგრამ შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო, იმიტოა ნათქვამი, როცა ქვეყანა სჭირდება, იქ შიში უკანა პლანზე უნდა გადავდოთ ყველა, უნდა გავერთიანდეთ, ერთიანობას ალტერნატივი არ აქვს და ერთად დგომა.
დიდი მადლობა, თქვენი სახელი გამახსენეთ. ზაირა მუთიძე. მადლობა. გაიხარეთ. ასეთია დღეს გზავნილები ბათუმის საპროტესტო აქციაზე 155 საღამოა. მოგესალმებით. მინდა გაგესაუბროთ. დღეს თქვენს მოხვედით შუადღის საათებში, სპონტანურად შეიკრიბეთ სასამართლოსთან, ხო? რა გაჩვენა თქვენ თბილისში მომხდარმა ამბებმა, როცა დააკავეს აქციის სამი მონაწილე აღდგომის ორშაბათს? ამ პროცესებმა მოხდა უფრო დიდი мотиваცია, რომ უფრო შემართებით ვიბრძოლოთ. ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ ამ რეჟიმისგან ეს დაკავებებს და ისეთ მოპყრობებს, რასაც არავინ არ იმსახურებს საერთოდ, შესაბამისად უფრო მეტი мотивაციით, უფრო მეტი შემართებით მოვედით, გამოვუცხადეთ სოლიდარობა იმ დაპატიმრებულ ადამიანებს და ვაჩვენეთ, რომ ბათუმი მხარდამხარ იბრძოლებს ყოველთვის და არ დავნებდებით. რა შეუძლია ხა ამ პროტესტს, წინააღმდეგობას, ადამიანების ქუჩაში გამოსვლას, რა შეიძლება ამით შეიცვალოს? ამას შეუძლია ზუსტად ამ პროცესს და შეუცევად პროცესს, რომ ქართული ოცნება, არალეგიტიმური ხელისუფლება წამოიყვანოს დათმობებზე და საბოლოოდ იმ შედეგს აუცილებლად დავდებს, რომელსაც ვიმსახურებთ მთელი ერი. არ შევარჩენთ არანაირად გადახვევას იმ ჩვენი ისტორიული არჩევნის ამ მოპყრობებს, ამ დაკავებებს, აბსურდული ბრალდებით და ხალხის წამებას. მადლობა, თქვენი სახელი შემოხსენეთ. გიორგი გურული, სტუდენტი ხო? სტუდენტი და ლელო ძლიერსაკეთებლობის სახელმწიფო ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა. ასეთია მოსაზრებები დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე, პროტესტის 155 ღამეს. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ, რა საჩვენა თქვენთვის დღევანდელი ამბავი, პოლიციის მორიგი აგრესია მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, აღდგომის ორშაბათს, როცა აქციის სამი მონაწილე დააკავეს, ასე ჩვენ ნახეთ ფიზიკური ზალადობაც, ხო, როცა აქციის მონაწილე გოგოს თვეებში წვდა პოლიციელი.
ხო აი რა ჩანდა თქვენთვის ამ ამბავში? იგივე სურათის შემყურები ვართ ჩვენ, იგივე რეპრესიული რეჟიმი გვართავს ჩვენ და იგივე ძალებით მოქმედებენ დღევანდელ დღემდე და შესაბამისად ჩვენც გონი დროა რომ ძალადობა ძალადობით უპასუხოთ. უკვე მე ამის მომხრე ვარ, იმიტომ რომ ამათან სხვანაირი ლაპარაკი აღარ გამოდის რა. უნდა გამოვხიზდეთ. ანუ ეს გულისხმობს რომ მის ხელშია რუსული რეჟიმი და სხვანაირად მოქცევა უკვე აღარ არის საჭირო. აღარ არის უკვე კანონის მოქმედებით ჩვენი პასუხის გაცემა. ამათ არა აქვს სხვანაირი мотиваცია, იმიტომ რომ ამათ რუსული დავალებები ეძლევათ და შესაბამისად ძალადობით მუხტავენ სიტუაციას და მგონი დროა რომ ჩვენც რაღაცნაირად შევცვალოთ ჩვენი გეგმები და ჩვენ სხვანაირად უკვე უპასუხოთ ამათ რა. და სხვანაირად ამათთან უკვე ლაპარაკიც აღარ ღირს და აღარც მოქცევა და როგორც ჩვენ გვეცევიან მგონი ანალოგიურად უნდა უპასუხოთ ჩვენც რა. ამის დრო არის და უნდა გამოვხიზდეთ რომ უკვე ჩვენ რუსულ წყობაში ვცხოვრობ და სხვა ჩვენ აღარ გვაქვს რა. უნდა ვიმოქმედოთ მგონი ამის დრო და დრო უკვე გამოვხიზდეთ და რეალობას თვალებში შევხედოთ რა. იმიტომ რომ ჩვენს უკან სამშობლოა და სამშობლო მგონი დასაკარგი არავის არ. ანუ მოცემის ხელშია ხო მთელი ძალაუფლება, ეს არის პოლიცია, სპეცრაზმელები, შემდეგ უკვე სასამართლო პროკურატურა. ანუ როგორ ხედავთ თქვენ ამ მეთოდების და რა შეიძლება რომ მიაღწიოს? ვერ გავიგებ. რა შეიძლება იმოქმედოს წინააღმდეგობის წევრება ამ დროს? თუ თქვენ ისინი კანონიერებას არ აირჩევენ? ვერ გავიგე უკაცრავად. რა შეიძლება იყოს გზა, რასაც თქვენ გთავაზობთ? ხო თუ ეს არ იქნება კანონიერი საშუალებები, მაშინ როცა მთელი არსენალია ქართული ოცნების ხელში, რა შეიძლება გააკეთონ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა? თუნდაც დაუმორჩილებოდი. რაო, მე ესე უკვე მიმაჩნია, რომ არანაირი არჩევნებში გასვლის ას მე ვერ ვხედავ. ეხლა დისკუსია შემოაგდეს, რომ მოდი გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, იგივე წესებით ჩაატარებენ და გამოაცხადებენ, რომ ჩვენ მოვიდეთ ეს არჩევნები და მე რა ექნება ოპოზიციურ პარტიებს სათქმელი, რომ ისევ გაგვიყალბეს და აი ხალხო ეხლა გამოვიდეთ და ისევ გადავკეტოთ ქუჩა და რა იგივე ქმედებები თუ აგრძელებთ გაგრძელებას, ხალხის мотиваციას დაკარგავს და გონი ხელს ჩაიგდებს ყველა და რო არის მოქმედების რა. იმიტომ რომ ქვეყანას კარგავთ მართლა და აღარ არის კანონის დაქვემდებარებაში მოქმედებების არეალი რა. იმიტომ ისინი ძალადობენ, ფიზიკურად ძალადობენ ჩვენზე და გონი დრო არის მამაღლა ხმის ამოღების დრო, მოქმედების დრო არის. და ეს აღარ უნდა ჩაიაროს უკუალოდ რა. დრო არის გამოფხიზლების და გამარჯვების დრო არის რა. მადლობა, თქვენი სახელი შემახსენეთ? უბრალოდ ლამპარაძე. მადლობა გუგოს. თქვენი ზამლებს პროტესტის 155 საღამოს პატიმში. ასეთია პროტესტის 155 საღამო პატიმში და გზავნილები საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან. დღეს როგორც ნახეთ თბილისში ამგრომის ორშაბათს აქციის მონაწილე დააკავეს პოლიციელებმა, მათ შორის ნახეთ როგორ იგზავნათ ეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებზე.
საპროტესტო აქციის მონაწილეების სიმტკიცე და შეუვალება ძალიან მკაფიოდ ჩანს, მათ შორის ბათუმში, რომ ისინი არ აპირებენ დაშლას და პროტესტის შეჩერებას, ვიდრე არ შესრულდება მათ მთავარი მოთხოვნები, ეს არის სიმძის პატიმრების გათავისუფლება, თავისუფლება რეჟიმის წევრებს, მათ შორის პირველ ქალ პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში ზია მაღლობელია ჟურნალისტი, რჩებოდა პატიმრობაში და თქმა უნდა უცხოელი მოთხოვნების ხელახლა არჩევნების ჩატარება სამართლიანი დემოკრატიულ გარემოში, ანუ სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩაყრა დღეს. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელებიჩი, გაზეთიჩი იმისთვის რომ მიიღო განხილვა და სანდო ინფორმაცია რო ყურებისთვის დროებით.